წავა თეირანი დიპლომატიურ დათმობებზე თუ ამჯობინებს ისევ სამხედრო გზით დაუპირისპირდეს ვაშინგტონს. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში წარმოებული ომი, რომელიც სულ რამდენიმე კვირა უნდა გაგრძელებულიყო, მალე 3 თვეს აითვლის. მიუხედავად ამჟამად გარკვეული დროით შეჩერებული აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა, ცეცხლის შეწყვეტაზე და კონფლიქტის ზონაში გამოცხადებული მშვიდობას მყიფეა. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო წარწერით. ეს იყო სიმშვიდე ქარიშხლის წინ. ამ ფონზე ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება შესაძლოა 5 სხვადასხვა სცენარით წარიმართოს და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, არც ერთის გამორიცხვა არ შეიძლება. აღნიშნულს ხელს უწყობს ერთი მხრივ პრეზიდენტ ტრამპის ცვალებადი პოლიტიკა ირანთან დაკავშირებით, თუმცა უცვლელი მოთხოვნებით, ხოლო მეორე მხრივ თეირანის მმართველი გასამხედროებული დაჯგუფების რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის საპასუხო მუქარები და განცხადებები ეროვნული ინტერესების დაცვის შესახებ. ექსპერტთა მოსაზრებით, არსებული მოცემულობის მიხედვით ყველაზე რეალურია ომის განახლების სცენარი, რაც იქნება იძულებითი ქმედება დონალდ ტრამპის მხრიდან მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების უშედეგო მცდელობების შემთხვევაში. ამასთან ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს გზა ვაშინგტონისთვის იქნება გარკვეული ტესტი, რადგან ამერიკის პრეზიდენტის გამთხელებები უფრო მასირებული დარტყმების შესახებ მხოლოდ სიტყვებით ვეღარ შემოიფარგლება და არ მისცემს მას საშუალებას უკან დაიხიოს. მეორე სცენარი ეფუძნება იმის დაშვებას, რომ თეირანი გარკვეულ დათმობებზე წავა, რაც ყველაზე სასურველი შედეგი იქნებოდა მსოფლიო ეკონომიკისთვის. ანალიტიკოსების შეფასებით ეს იქნებოდა ორმხრივი დეესკალაცია, რომელსაც მხარეები მიაღწევდნენ პაკისტანის ან კატარის მსგავსი შუამავლების დახმარებით. ამერიკული გამოცემა Newsweek-ის სტატიაში ნათქვამია, რომ რეალურად ირანი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურეში არსებულმა დაძაბულობამ კომერციული ხომალდების გადაადგილება შეაფერხა, გაზარდა ნავთობის ფასები და თავად ისლამური ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დიპლომატიის გზით შეთანხმება ტრამპისთვისაც არფიანია, რადგან შტატებში ნედლეულზე გაზრდილ ფასებს უკმაყოფილება უკვე მოჰყვა. რესპუბლიკელებისთვის კი ეს შესაძლოა შემოდგომას დაგეგმილი შუალედური არჩევნების შედეგებში აისახოს. შეთანხმების ამ გზით სისრულეში მოსვა ყველათ ექსპერტების თქმით საჭიროა ფორმულის პოვნა, რომელიც აიძულებს ირანს აჩვენოს, რომ ის არ არის დამარცხებულის პოზიციაში, ხოლო ვაშინგტონი სრულფასოვნად შეძლებს შედეგიანი ოპერაციის გამოცხადებას. ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, ომმა ეგრეთ წოდებული ჩაკეტილი წრის ხასიათი მიიღოს, რაც გულისხმობს სამხედრო მოქმედებების განახლებასა და ერთმანეთის პოზიციებზე იერიშების მიტანას, ხომალდების მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას, შემდგომ კი შუამავლების მეშვეობით დიალოგის მცდელობას იმ ფონზე, როცა ყველა მხარე აცხადებს, რომ ვითარებას აკონტროლებს. თეირანის ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, ექსპერტების შეფასებით არც ის არის გამორიცხული, ომში ოფიციალურად ჩაებან სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, რადგან მათ სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმები ბევრჯერ იწვნიეს. მაშინაც კი, როცა ფაქტომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები შეჩერებული იყო. ანალიტიკოსები ამ სცენარს ყველაზე სახიფათოს უწოდებენ, რადგან სპარსეთის ყურის ქვეყნების უმეტესობა ვაშინგტონის მოკავშირეა და იქიდან გამომდინარე, რომ საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკვე არაერთხელ გააფრთხილეს ირანის საპასუხო დარტყმებით, შესაძლოა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იერიშები თეირანს ძვირად დაუჯდეს. ექსპერტების შეფასებით ყველაზე დრამატული სცენარი იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება, თუმცა ირანული პორტების ბლოკადის შენარჩუნება, სანქციების პოლიტიკის გაგრძელება და დიპლომატიური წნეხი, რაც ირანის ეკონომიკას დაასუსტებს და აიძულებს ქვეყანას საბოლოოდ დათანხმდეს მისთვის მანამდე მიუღებელ პირობებს. რადგან თეირანს აღარ იქნება ელემენტარული შესაძლებლობა დააკმაყოფილოს საკუთარი მოსახლეობის ინტერესები და თუნდაც უზრუნველყოს ისინი შრომითი ანაზღაურებით.